მოგესალმებით, ჩემო ზებასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო. დღეს ნახოთ, დღეს ის შენზე რას ფიქრობს და საერთოდ შენ მისი თვალით როგორი ხარ. ნახოთ. აქ შენ მოკლე გაშლა, ხო? დიდი მოკლებას არ გავაკეთე, მაგრამ უბრალოდ გაიგებთ, თქვენ ამი გული როგორ სკივა და როგორ ფიქრობს მართლა თქვენ საკმაერთოდ ჩემო. Ну, კარგით, აბა ვნახოთ, რას მეწევს და უმზად არის მეუბნება, მოდი გითხე. ვნახოთ ეხლა მისი გრძნობების შენს მიმართ დღეს რას ფიქრობს ეს ადამიანი შენზე და გაჩვენეთ კარტს უყურეს რა თქმა უნდა ამ დღის განმავლობაში ასე გავაკეთებ რომ გამოჩნდეს მე ვნახოთ ესე იგი რა მაგას ეხლა აღელვებს მოდით ასე თქვა და თქვენ როგორი ხართ მისი თვალით აი რა აღელვებს და თქვენ მისი თვალით აი ესე მინდა რომ ავიღო ვიცი რაღაც ეძებნა რა უნდა რომ გააკეთოს აი თქვენთვის და როგორ ხედავს თქვენს უახლოს მომავალს აქ შორის აი მართლა გეუბნებით რომ რაღაცნაირად აი ეს ადამიანი როგორ არის იცით აი თითქოს ფიქრობს მართლა ფიქრობს ნედა თქვენ აი თქვენზე ალბათ შეიძლება აი ინფორმაცია არ აქვს რას აკეთებს ან როგორ სად არის ეგეც კი უნდა გიცოდეს ნუ კაი ნახოთ ახლა ჩვენ მისი გრძნობა დღეს ну გრძნობა როგორ არის იცით ანუ ორივე რას ნიშნავს თან აქ ეს როცა აქ გრძნობა ამ ადამიანს სხვათა შორის აქ როგორი იცით თქვენზე აი რაღაცა მიზიდავს მეფიქრება ძალიან ნაზი არის ძალიან უცნაურია ძალიან მიმზიდველია ჩემთვის ეს ქალი ანუ აქ როგორი აქ ძალიან ღრმა ადამიანია სხვათა შორის ეს ადამიანი არ უყურებს მარტო ამ თქვენ ну თქვენს არ თქვენ არ გიყურებთ იმით მარტო აი გრძნობა რა უცნაური შეიძლება რომ გითხო აი რას გრძნობ მის მიმართ შეიძლება ვერც აგեղწევოს რა ანუ ისეთი არის აქ მომენტი ვიცი რომ აი ქალი რომელიც ძალიან მიზიდავს ქალი რომელიც მინათებს გზას კიდე გზნობა გრძნობა აჰა კიდე ნახეთ ამას სხვათა შორის თქვენი ეშინია რომ იცოდეთ ხო ცოტა იმიტომ რომ თუ თქვენ დაუშვით მარტო ხარ პორუმი თუ თქვენ მართლა ძალიან ისეთი გოგო ხართ რომელიც ну ბლოგთ დაროს შეიძლება თქვათ ეხლა ან საერთოდ აი თუნდაც რო გაინტერესებთ და რო გაიცეს რომ თქვენ უყურებთ ხო აი რაღაც ისეთი ენერგიები აქ იცით გამსდები აქ მაგას ძალიან თქვენს მიმართ აი ძალიან რაღაც უცილო ღამე იღრიზებს ეს ადამიანი კიდე რაღაც მოვა აქ შენ აქ იცით როგორ არის აი ეს საერთოდ კომიც არის თუნდაც ცივი ენერგია იმიტომ რომ რაღაც უცნაურია გაიგეთ მაგალითად რა აქვს ხმალები რა თქმა უნდა ფიქრები ხო და თქვენზე მაგრამ გრძნობაზე ვეკითხები და გრძნობა აქ უცნაური იცით ამას მე ვფიქრობ რომ თქვენი დაკარგვის ეშინია იცით აი თითქოს როგორი მომენტი არის თუ თქვენ მის მიმართ დაუშვით აი სიცივეს უშვებთ თუ დაუშვით თქვენ ну აი რაღაც აი მაგას აგეს რაღაც მომენტები ფიქრობს უფრო რაზე ისე აი ცდილობს რომ არაჩვენოს რა ეს თავისი გრძნობა ან ვერ აჩვენებს შეიძლება რამე პერიოდი აქვს ამას ახლა ისეთი რომ აი რომ ვერ აჩვენოს თვითონაც იცის რომ აქ რას მეუბნება იცით რომ ეხლა მე ცოტა რაღაცნაირად ცივად ვექცევი მაგას ამ დროს ძალიან მიუყვარს და ძალიან მინდა მასთან მისვლა მაგრამ ეხლა მასთან არის რაღაცა კატასტროფა არა უყვარხარ თქვენ რა თქმა უნდა უყვარხარ კი მისი საყვარელი ქალი ხარ უბრალოდ ახლა მაგის ცხოვრებაში რაღაცა ესეთი მომენტი აი ისეთ რა არის აი თითქოს აი მას ფიქრობ რომ ღმერთმა აკნას რომ ეს ქალი დავკარგო
ნუ რაღაცა არის ახლა მაგის ცხოვრებაში ხდება არის თუ ან თუ თქვენ დაუშვათ ახლა იჭუბებთ თუ თქვენ არა გაქვთ ახლა კონტაქტი ან თუ დაუშვათ რაღაცა თქვენ ესეთი უთხარით მაგას მწარე ან შეიძლება მის ცხოვრებაში რაღაცა პერიოდი ხდება ახლა სადაც აი ძალიან განცდებში არის ამას ახლა აგეუბნებით შიში იმისი რომ აი არ დამკარგო და ვნახოთ ახლა აბა ეს გრძნობა აბა ფიქრები ნუ ფიქრები სულ თქვენზე არის რა თქმა უნდა ფიქრები აი როგორ არის იცით მელოდება არ მელოდება რას აკეთებს ახლა აი ეგეთი რაღაცები ნუ აი კოშკი რა გეუბნებით და სიყვარული იცით როგორი მომენტი არის აი რაღაცა დაფიქრდა ეს ადამიანი აი აგეუბნებით აქ რაღაც თუ მოხდა კიდე გიმეორებთ რამე თქვენ შორის ესეთი უსიამოვნო საუბარი დაუშვათ ხო იცოდეთ რომ ამ ადამიანს რაღაც ან თქვენ უთხარით რაღაცა ხო შეიძლება აი ეს რაღაც შიში აქ ამ ადამიანს იმიტომ რომ ფიქრობს იცით როგორ აქ ცოტა კოშკი როგორი მომენტი არის აქ კოშკი არ ემგრევა აქ უბრალოდ ნახეთ რამხელა არის ისინი რა ქვია მართლაც ესე რა ქვია მაბადიეთის ქართულ სიტყვები რა მომივარდება ხოლმე და ელვა ნახეთ ელვები ხო მაგრამ რას ფიქრობს იცით აი даже აქ რას ეთყოდე ჩვენ სიყვარულს მაინც არაფერი არ ემუქრება რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა რაც არ უნდა თქვათ რაღაც მომენტები თუ ამას აქ რაღაცა სიტუაცია აქ და ამიტომ რაც არ უნდა იყოს მე მაინც აი რანაირი რთული პერიოდი არ უნდა გქონდეს ამ ადამიანს ხო თვითონ შეიძლება დანაკარგი აქ ვიღაცა თქო დაკარგა ნუ რაღაცა რთული პერიოდი აქ ხო მაინც ფიქრობს რომ ჩვენ სიყვარულს არაფერი არ შეეხება მაინც იმიტომ რომ მიყვარს ძალიან რაღაც აქ სხვათა შორის ეს ადამიანი თქვენს მიმართ რაღაც ახალი გრძნობებით მოდის შეიძლება რა სხვანაირად დაგინახავთ აი ახლა ვნახოთ ჩვენ ხო აქ მისი რა ახლა რა ღელვებს აი თქვენთან მოსვლა თქვენთან რამდენად ელოდებით თან იცის ალბათ რომ ელოდებით რა და იცის რომ თქვენ რაც არ უნდა იყოს მაინც ელოდებით მაგას გაიგეთ და ეს არის ახლა მაგას შეიძლება გქონდეს რაღაცა რთული პერიოდი კიდევაც გეუბნებით მაგრამ იცით რა არის იცის აი აქ სულ მოლოდინის კარტის ვაჩვენებს ანუ აქ დასკას გამოვიტანდი რას აი რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა მის თავში შეიძლება სიტყვას ვაფშე ერთად ცხოვრობს დაუშვათ და უბრალოდ ადამიანი აი ნუ გექცევა ცოტა ცივად შეიძლება ხო რაღაცა თავის ფიქრებში შეიძლება რამე პრობლემები აქვს ადამიანს ხო მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ამბობს რომ მე ვიცი რომ აი კი ეს პერიოდიც გაივლის რომელიც ახლა რთულია თქვა ხო დაუშვათ რაღაც მომენტი აქვს მაგრამ ეს ჩვენი სიყვარული მაინც ის მყარია რა მე ვიცი რომ ამ მელოდება რა აი ძალიან ეს მოსწონს თან თქვენ თან ახლა ახლა თქვენ მისი თვალი თქვენ ხართ მისი ოჯახი თქვენ ხართ ის ადამიანი სადაც ის კარგად გრძნობს თავს თქვენ ხართ მისი საყრდენი რა ანუ ეს არის ჩემი ოჯახი ადამიანი რომელიც მე ვიცი სიყვარულით მელოდება რომელსაც აი იცის რომ აი თქვენ ყველაფრის მიუხედავად შეიძლება იყო აქ წყენა შეიძლება სიცივე ბევრი რამე იყო აქ მაგრამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ მაინც მას ელოდებით და თქვენ ისეთი ადამიანი ხართ რომელიც გულში არ აჩერებს აი იმ რაღაცა წყენებს და იმ რაღაცა ცუდ მომენტებს გაიგეთ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა უნდა რომ გააკეთოს თქვენს მიმართ ნუ ეს რა თქმა უნდა ახლა თუ დაუშვათ ახლა იყო სიტუაცია რომ თქვენ ახლა ან თქვენ გაგხადოს თავისი ცოლი ან ერთადერთი ჩემი ქალი ან ადამიანი ვისაც მე სულ მინდა ვიყო შეიძლება თავისი შვილების დედა უნდა რომ იყო თქვენ იმიტომ რომ იმპერატრიცაზე ბევრი რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ მაგრამ რა უნდა გააკეთოს თქვენს მიმართ რომ ის რომ თქვენ ბედნიერი იყოთ იცით აი ნახე ფიქრობს ეს ადამიანი რომ მე მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო და შევძლო მისთვის რომ აი გავაბედნიერო ბედნიერი გავხადო ეს ჩემი ქალი და როგორ ხედავს თქვენს უახლოს მომავალს ნუ ეხლა სხვათა შორის ეს რა ხდება ეს როგორ ხედავ აჰა
ხედავს ეს ადამიანი, რომ აი კიდე ამბობს რას თუ დაუშვათ აგულის ტკენიდან გამოსვლას ხედავს, ნახეთ, შეიძლება აი აქ ამ პერიოდში ამ ადამიანს ჰქონდა ეს მომენტი, ნახეთ, თუ იცის მაგან რომ დაუშვათ ახლა გული, აი აქ თითქოს როგორი მომენტია, გიცით, ეს ადამიანი ან სადღაც არის და ფიქრობს, აი ყველაფერს აანალიზებს რა, რომ მე თუ დაუშვათ ამას გულს ვტკენდე, ეს ყველაფერი უნდა წავიდეს, მე ეს დავამუშავე, მე აი ამაზე ფიქრობს, რომ აი თუ და მაინც სიძლიერე, აი მაინც ყველაფრის მიუხედავად ვიქნებით ერთ და იქნება სიძლიერე, ჩვენ შორის იცით რა არის, ნახეთ, კი დაიღალეთ უკვე დაუშვათ, შეიძლება ბევრი რაღაცები გაქვთ გავლილი ერთად, მაგრამ აქ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი, აი თითქოს როგორ არის, იცით, აი როცა ადამიანს შეამოწმებ, აი თქვათ რთული პერიოდებში, კარგ პერიოდებში, აი თქვა დაუშვათ ახლა ეს ურთიერთობაში ხო არის, არ არის მარტო თქვათ ახლა კარგი დღეები, ხო, ურთიერთობა საერთოდ არის სამუშაო რა, ძალიან ძლიერი, ყველაზე ძლიერი და აქ თითქოს ადამიანის ესეთი სიტუაცია შეიქმნა, რთული სიტუაცია შეიქმნა, სადაც მან მიხვდა, რომ აი რაც არ უნდა ხდებოდეს, აი თითქოს ჩემი ერთ გული არის ეს ადამიანი და ნამდვილად კი გვაქვს, ну აქ ვიღაცას მართლა შვილიც უნდა სხვათა შორის თქვა რომ იცოდეთ რა. აი ყველაფერი, აი კი ვიცი რომ დავიღალეთ ამ ყველაფრით შეიძლება მანძილი გაქვს, ხო დაუშვათ, ეგაც შეიძლება იყოს, ხო? შეიძლება ადამიანი ახლა არ იქცეოდა ისე როგორც უნდა მოქცეულიყო. მაგრამ ეს სირთულეები დასრულდება, იმიტომ რომ აქ ადამიანი მოდის თავისი გმედებით, თავისი სიყვარულით, აი თითქოს განახლებული ისეთ, აი როგორ არის ეს აქ დაჟერო ვკითხოთ, რომ აი თითქოს სირთულეები, რომელიც თქვენ წვერში იყო, ის დასრულდა. ეს დასრულდა და ეხლა თქვენ გაქვთ რაღაცა ახალი პერიოდი იწყება, ახალი შეიძლება даже გითხრას, რომ შენ აი რაღაც სხვანაირად მიყვარ ხარ, აი ну აქ უეჭველე რაღაცა პერიოდი განულება, რომ მოხდა როცა უკვე ნუ ეს უკვე აღარ არის აქტუალური თქვენი წყვილისთვის რა, ასე რომ ვთქვათ. კი, აქ რაღაცა სერიოზული ეტაპზე გადადიხარ და აქაც ათიანით ასე არის. აქ შეიძლება თუ გქონდათ თქვენ ცოტა არასერიოზული სიტუაცია, თუ თქვენ იყავით იდუმალი ქალი, არ აქვს მნიშვნელობა ეს სამკუთხედია თუ რაც არ უნდა იყოს, ამ ადამიანს ახლა უნდა რომ თქვენ გაღიაროთ რა. ну ყოველ შემთხვევაში თუ დაუშვათ იყო პერიოდი, როცა ანუ გულის ტკენა იყო, შეიძლება მსუბუქად უყურებდა ამ ურთიერთობას, მიდიოდა, მოდიოდა, თქვა არაფერი სერიოზული, აქ ამის ცხოვრებაში რაღაცა მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელმაც მაგას დაანახა თქვენი თავი სხვანაირად და მიხვდა, რომ ანუ აქ უნდა დავიწყო მე სხვანაირად ეს ამ სიყვარულის ჩვენება თუნდაც აი უფრო სერიოზულად, იმიტომ რომ ამ სიყვარულმა ბევრი რამე ასწავლა ამ ადამიანს, გაიგეთ და აი თითქოს გადაიყვანა სხვა ეტაპზე, სხვა პერიოდზე, სხვა რაღაცა ცოდნა მისცა ამ სიყვარულმა, გაიგეთ ამას და ამიტომ აქ ვეუბნებიან მაღალი ძალებიც, რომ გადადიხართ თქვენ რაღაცა სხვა ეტაპზე, რაღაცა ეტაპი თქვენ გაიარეთ და ეხლა თქვენი სიყვარული უკვე იღებს რაღაც აი სერიოზულ პერიოდს რა, ну